პროექტის უცნობი ქობულაძე წარდგინება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ცენტრის საგამოფენო სივრცე სერგო ქობულაძის აქამდე უცნობმა ნამუშევრებმა და ესკიზებმა დაიკავეს. ექსპოზიციას წინ უძღოდა მხატვრის სახელოსნოს კვლევა, რამაც უამრავი ახალი მასალა, ჩანახატები და ესკიზები გამოავლინა. გამოფენამ ქობულაძის შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალაც მოიცვა. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სახელოსნოში აღმოჩენილი უცნობი ექსპონატების შემდგომ კვლევასა და შესწავლას საჭიროებენ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სახელოსნოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ჩემმა კოლეგამ თამთა შავგულიძემ სურვილი გამოთქვა წასვლის და გვენახა სახელოსნო, ეს ბუნებრივია. ჩემი მოვალეობაც არის, როგორც თანამდებობრივი, ასევე ინტერესი ყველანაირად სერგო ქობულაძის მიმართ. ჩვენ მივედით სახელოსნოში და აი აქედან დაიწყო ყველაფერი. ეს დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ, ზუსტად იანვრის შობის პერიოდში მოხდა ეს ახლა. იმის შემდეგ კულტურის სამინისტროს ჩვენ ვაცნობებთ ამ ამბის შესახებ, შედგა პროექტი. გავაკეთეთ ხელოსნოში არსებული ნივთების აღწერა, ფოტოფიქსაცია მეტნაკლები, რა თქმა უნდა, საარქივო მასალა, რომელიც აღმოჩნდა უამრავი რაოდენობით, გადმოვიტანეთ ჩუბინაშვილის ცენტრში. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. იმას გულისხმობ, რომ ეს ნამუშევრები, რაც დღეს არის წარმოდგენილი, იქნა ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ აღრიცხული მთლიანად სერგო ქობულაძის არქივი. ეს კულტურის სამინისტროს პროექტი იყო. ჩვენ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ერთი კვირა არც არის, რაც სერგო ქობულაძის ხალხი და თანამედროვე პრინცი დაბეჭდილი და ის უკვე ოპერის თეატრში არის და მაგრამ ეს ნამუშევრები, რაც აქ არის გამოფენილი, არის მცირე ნაწილი უზარმაზარი მემკვიდრეობისა, რაც პატრონმა სერგომ დატოვა და სამწუხაროდ მისმა მოწაფეებმაც კი ამის შესახებ არ იცოდნენ.